მოგესალმებით, ვიფასო მეგობრებო და მსვენელებო. ეს ვიდეოც ეხება უბრალოდ ეს ვიდეო არის ისპელეზის ვიდეო და თემა ეხება მზის სამ აფეთქებას და საუბარი ხება იმ ადამიანებზე, რომლებიც გადავლიან. მას დავიწყოთ. 8 მილიარდ ადამიანმა 8 მილიარდი ადამიანიდან 8 მილიარდზე მეტი ამ 8 მილიარდი ადამიანიდან 60% ნამდვილად სულები არიან. ნამდვილი სულები. ხო, ალბათ გაგიკვირდებათ. დედამიწაზე თუ 8 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, რატომ არის მარტო 60% ნამდვილი სული, ნამდვილი ადამიანი? ამ 60%-ს მიეკუთვნებიან ძველი სულებიც, რომლებიც მოვიდნენ იმისთვის, რომ ვიბრაცია აწიონ დედამიწის. მაგრამ მიახლოებით 40% არიან ან მოთამაშე პერსონაჟები, ან ხელოვნურად აღზრდილი ადამიანები, ანუ კლონები. სინამდვილეში მოცემული მონაცემებით მიახლოებით ცნობილი ხალხის 90% ცნობილ ხალხში იგულისხმება მუსიკოსები, მსახიობები, პოლიტიკური ლიდერები და ასე შემდეგ. და ამ ცნობილი ხალხის 90% კლონები არიან. არ გაგიკვირდეთ. ალბათ ბერს უკვე არც გიკვირთ, რადგან კლონები ან ორეულები ყავს ყველა პრეზიდენტებს დიდი ქვეყნებისა. ამ 40%-დან კი მიახლოებით 5% არიან უცხო პლანეტარული ანდროიდები, რომლებიც მიწაზე შემოვიდნენ მიტრა ნიმუსის დავალებით. მიტრა, წინა ვიდეოში ვახსენებდი, მიტრა კიდევ მეორე სახელით ომეგა, მეგატრონი, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მიტრა მართლა ვახსენე, ეს არის კომპიუტერის სახელი. ხელოვნური ინტელექტის სახელი, მიტრა. და ისინი შემოვიდნენ იმისთვის, რომ მიიღონ ეგრეთ წოდებული ტექნოკრატიული დროის ხაზი, რომელიც რასაკვირველია გამოიყოფა წმინდა ორგანულ მიწის დროის ხაზს მზის ამოფრქვევის შემდეგ. მას მოგიყვებით რა ხდება სამი ტალღის მოლოდინში. აქტიური კოორდინაცია ხორციელდება აქტიური ფედერაციით, galaktikuri ფედერაციით. ამაში ჩარეულია იუპიტერის და ფედერაციების მეთაურობა. ახლა ამ პროცესში არიან ჩართული ისინი და მხარს უჭერენ პლანეტას მიზნის განსახორციელებაში. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ პერიოდში, რომელსაც უწოდებენ დროის სისრულეს, დასრულებას. ამ ეტაპზე დედამიწის ევოლუციის განვითარების გზაზე მზე შევიდა ეგრეთ წოდებულ მდგომარეობაში. ამახლებულ აქტივობისა ერთ რეგიონში მზეზე ძალიან აქტიურია და ინტენსიურია. სინამდვილეში შეუძლია შეიცვალოს და იცვლება. მზე იცვლის თავის მდგომარეობას და ფაქტიურად ისე შემოbrunდება, რომ არის დედამიწისაკენ ან დედამიწასთან ერთად განლაგებული ერთ ხაზზე. და იმ მსხვილი მზის ლაქასთან
რომელზეც მე ვამბობდი. ამას ამბობს ისმაილ პერესი. პლანეტათა შორისო მონაცემების თვალსაზრისით მასეთი მდგომარეობები სინამდვილეში ვიტყოდი დროზე ადრე აღმავლობაა. მათ კი ეს არ უნდათ. თუ ენერგეტიკულ ანალოგიაზე ვისაუბრებთ, თუ ისინი არ იკავებდნენ იქნება იმას, რაც ხდება პირდაპირ ახლა, ამჟამად, ის რაც ამოდის ამ უზარმაზარი კორონარული მხრელიდან, თუ ამ პროცესს არ იკავებდნენ იქნება, ან რომ ვთქვათ, ბუფერიზაცია არ მოეხდინათ ამისი, ამას შეეძლო მieყვანა მზის ამოფრქვევამდე, კონცენტრაციამდე და მისი აფეთქებამდე და ეს აღემატებოდეს იქნება იმას, რასაც უწოდებენ მოვლენას კრექტონისა, ანუ კრექტონის მოვლენა, კრექტონის მოვლენა 75%-ით. ეს იქნებოდა დამანგრეველი. ისინი ამიტომ აჩერებენ ამ ენერგიას, რომელიც გამოდის კორონარული ხვრელიდან. ძველი კოსმოსური ცივილიზაციები კოსმოსური სამყაროს ყველა კუთხებიდან ერკვეოდნენ ამ საკითხში. ამიტომ, როდესაც ენერგიის გამოსვლა მზიდან ჭარბობს პლანეტის შესაძლებლობებს, ინტეგრაციას, უпростоრად ჭარბობს პლანეტის ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან პლანეტას უნდა შეეძლოს ამ ენერგიის ინტეგრაცია, იმისთვის რომ მოხდეს მისი სტაბილიზირება, ხდება პირიქით კოლაფსი, მათ კი ეს არ უნდათ. ისინი ძალის ხმევას არ იშურებენ, რომ ეს არ დაუშვან. აქ საუბარი არის ფიზიკური სტრუქტურის დანგრევებზე. მარტო კი არ აქ საუბარი ფიზიკური სტრუქტურის დანგრევებზე მარტო კი არ მიდის. მე გულისხმობ ენერგეტიკულ დისბალანსს, ამბობს ისმაილ პერესი. მე გულისხმობ ბიოლოგიურ გადატვირთვას, როდესაც ადამიანებს ემართება შიდა გადაწვა. ანუ გარდაიცვლებიან. ეს ნიშნავს ნაძალადებ ევოლუციურ შოკს სისტემებისა, რომლებიც სრულიად არ არის ადაპტირებულები ენერგიების მიმართ. აი, რატომ არ ერევა გალაქტიკური ალიანსი საჭიროებრის გარეშე, არამედ მოქმედებს წერტილოვნად. ეს ოპერაცია ენერგიების შეკავებასთან დაკავშირებით იმის შემდეგ, რაც ჩვენთან დაიწყო ზეგავლენა კორონალურმა ხვრელმა, იმ დროიდან დაიწყო. მზის გარშემო, ამ ადგილის გარშემო არიან განლაგებული ალიანსის ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან არა ფიზიკურ ფორმაში, არა ფიზიკურ მდგომარეობაში და ენერგიებში უფრო მაღალი ხარისხის ენერგიებში, არამედ იმყოფებიან ენერგიებში, რომლებიც მაღალი ხარისხისაა. ისინი უბრალოდ ამ ნაკადებს უკეთებენ მოდულაციას, რადგან ეს ნაკადები გადიან ამ კორონარულ ხვრელს. ლაკას. თვით მზის ენერგია დამანგრეველი არ არის. ისინი იქ არ იყვნენ და ამას არ აკეთებდნენ. ისინი რომ იქ არ იყვნენ, არასწორად დამწერია. ისინი რომ იქ არ იყვნენ და ამას არ აკეთებდნენ, ეს ყველაფერი კატაკლიზმებს, კატასტროფებს გამოიწვევდა. განვითარებული ვარსკვლავური, ეგრეთ წოდებული ჰარმონიკების მეშვეობით ალიანსი არა მხოლოდ იკავებს ენერგიებს ფოზირებას უკეთებს,
პლაზმებს და ფოტონებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ დედამიწაზე მხოლოდ იმას ღებულობდნენ, რისი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს. რისი ინტეგრაციის საშუალება აქვს დედამიწას ამ მომენტისთვის. ესე იგი, ისინი იყენებენ რაღაც განვითარებულ მათემატიკის გასაზომად რაღაც ტექნოლოგიები აქვენ, რომ მათემატიკურ დონეზე ზომავენ ამას ყველაფერს. ისინი ატარებენ გაზომვას რეალურ დროში, რომ გაიგონ დედამიწას რა შეუძლია გაუმკლავდეს და როგორ გაუმკლავდეს ამ მომენტს. ისინი უშვებენ მხოლოდ ამას. ამდენგვარად ეს ბუფერული მექანიზმი არიდებს იმას, რასაც ისინი უწოდებენ დროზე ადრე აღმავლობის ტრიგერს. რა არის ტრიგერი? ალბათ ბევრმა იცით, მაგრამ მე მაინც მათთვის ვიტყვი, ვინც არ იცის. ტრიგერი არის ეს მიზეზი გაღიზიანებისა, ანუ ზედაწოლის. რაღაც ზედაწოლის მიზეზი, მაგალითად ვიღაცა გებულიგებად, ვიღაცა დაქცინის, ვიღაცა ჭკუას გასწავლით, გაღიზიანებს ან ზედაწოლას აკეთებს. ამდაგვარი რაღაცებს უწოდებენ ტრიგერს. ტრიგერი. ეს კი ნაკლებად გვინდა, რადგან მანამ სანამ პლანეტის კოლექტიური ცნობიერება არ იქნება მზად, ეს არის დაუშვებელი. ამდაგვარი რაღაცები ადრეც მომხდარა და ამას ყველაფერს მოყავდა კოლაფსისკენ და დანგრევისაკენ. მაგალითად, ატლანტიდის შემთხვევა. პლანეტა უნდა შეესაბამებოდეს პლანეტის ფენების სიხშირეებს, რომელშიც ის შედის. ახლა რომ დედამიწაზე ჩამოვიდეს არაგაფილტრული მზის ნაკადი, გასაგებია, რომ ამას შეიძლება საყოველთაო გამოხუცება კი არ გამოიწვიოს, არამედ ალანირებული გაჭედვა სისტემებისა და ცნობიერების ფრაგმენტაცია და დესტაბილიზაცია. მათ ამას არიდება უნდათ თავიდან, ამიტომ ალიანსი მზეს აკავებს სტაბილურ მდგომარეობაში. უზარმაზარი ხომალდეები გარს ერტყიან მზის კორონალურ ხვრელს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მისი ციკლის აქტივაციას, მანამ სანამ დედამიწის ველი არ მიაღწევს კოლექტიურ გამოხუცებას. ეს არის მოქმედების კოორდინაცია, რაც აკავებს დროზე ადრე აღმავლობას. რაც ეხება აღმავლობის პირველ ტალღას, პლანეტარული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ისინი დაიწყებენ შემოშვებას მზის მეტ ენერგიას აღმოფხვევისას. ბუფერული ხომალდეები, რომლებსაც აქვთ საშუალება მეტი ენერგიები გადასცენ, დაიწყებენ მიწასთან მოახლოვებას და ეს ხდება უკვე ახლა იმ მომენტში, როდესაც ისინი ნახავენ, რომ მიწა იქნება მზად ინტეგრაციისკენ, დაიწყება პირველი აღმავლობის ეტაპი. ისინი კი ვისი ენერგეტიკული ველი მზად არის და მიწაზე ხო, მაპატიეთ, ახლა შემიშალა მე. ისინი ვისი ენერგეტიკული ველი მზად არის და რეზონანსში შედიან პირველ ტალღასთან, დაიწყება ახალ მიწაზე, ესენი დაიწყებენ ახალ მიწაზე გადასვლას. ეს იქნება თანდათანობით რეინტეგრაცია ცნობიერებისა და სხეულის გარსებისა მიწაზე, რომელსაც ეწოდება ტერა. ეს არის ახალი მიწის დასახელება და დედამიწა არის ძველი მიწის დასახელება. და ეს ტერა არის სინამდვილეში საწყისი მიწა, თუ ჩავეძიებით.
ძველი მიწა ამ ახალ მიწასთან, ტერასთან ერთდროულად თანაარსებაში იქნებიან სხვადასხვა დროის ხაზთან ერთად. ისინი თანაარსებაში იქნებიან ყველა ერთად. მოგიყვანთ მაგალითს იმისა, რომ გაიგოთ ინფორმაცია გადასვლასთან დაკავშირებით. ახალი ტერა, რომელშიც ჩვენ ბრუნდებით და ძველი მიწა, ანუ დედამიწა, მესამე განზომილებიანი დედამიწასთან ერთად თანაარსებობენ. ახალი მიწაც და ძველი მიწა ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ითანაარსებენ ერთმანეთთან. მათ უკავიათ ერთ და იგივე სივრცე, მაგრამ მათ ყოფს სივრცის ფენები, მაღალი სიხშირეების მქონე. აი ეს ის არის, რაც ყოფს 4 განზომილებიან ტერას ამ 3 განზომილებიან დაცემულ მიწასთან. ხო, ანუ ახალ და ძველი მიწის შორის არის ფენები, რომელიც ყოფს მათ, მაგრამ ისინი იმყოფებიან ერთ სივრცეში, ერთ ხაზზე. ხო, ეს არის გადამკეტის სივრცის ფენები. 4 განზომილებიანი ტერა უფრო სტრუქტურირებულია მე-4, მე-5, მე-6 განზომილებიან სივრცეში, სივრცის ფენებში. იქ დრო მატერიასთან მასე მჭიდროდ არ არის მიბმული. ხო, თუ მესამე განზომილებაში დრო მატერიასთანაა მჭიდროდ მიბმული და ფაქტიურად ჩვენ ადამიანები ვქნით ამ დროს ჩვენი ფიზიკურ ავატარში ცხოვრებით, ის უფრო დამყოლია მაღალ განზომილებაში. მატერია კი ხდება მონაწილე ვიდრე მეთვალყურე. აი, რა მოხდება, როდესაც თქვენ გადაინაცვლეთ მე-4 მიწაზე, ახალ მიწაზე. ეს გავს უფრო დიდ ოქტავაზე გადასვლას იმავე სამყაროში. ეს მიიღწევა ვიბრაციების მეშვეობით, ამდაგვარად ალიანსის დასწრება მზის ხვრელის რაიონში არ არის იმის მცდელობა დაიმორჩილონ მზე. არც მცდელობა კაცობრიობა აკონტროლონ. სინამდვილეში ეს არის მათი როლი, მცველების როლი. ისინი თვალყურს ადევნებენ, რომ დიალოგი მზის და პლანეტა დედამიწის შორის გადიოდეს გამრუდებების გარეშე, რადგან ჩვენი მზე და ჩვენი პლანეტა არიან არსებები, რომლებიც ფლობენ სიცოცხლით, ცხოვრებით. ახლა ისინი კონტაქტობენ. როდესაც დრო დადგება, ჩვენი პლანეტას დაცვა არ დასჭირდება. ისინი უბრალოდ კორონალურ ამოფრქვევას არ შეაჩერებენ. მოხდება აღმავლობა. ალიანსი აჩერებს სივრცეს მზე და მიწის შორის. გალაქტიკური ალიანსის სამყაროს მთავრობა მოქმედებს რეალობის ყველა დონეზე მე-12 განზომილებამდეც კი. მერვე რეალობის ზევით არიან არსებები მეტატირანები. მე-4, მე-5, მე-7, მერვე გალაქტიკური ალიანსისა ჩვენ მყავთ სხვადასხვა სამეთაურო ჯგუფები, სტრუქტურები, რომლებიც შეიქმნა მეტატირანებით. ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას ჩვენ აღმავლობაში, ამჟამადაც კი. ისინი არიან მცველები, რომლებიც ამოვიდნენ რეალობის მაღალი დონეებიდან და მოქმედებენ მიწიერი სივრცის ფარგლებში, დროის სივრცის კონტაქტში. ისინი წარმოადგენენ უნივერსალურ ცივილიზაციას მე-4 ტიპისა. არ შეგეშალოთ განზომილებაში. განზომილება სხვა და ტიპი სხვა. მაგალითად, დედამიწა ეკუთვნოდა უფრო სწორად
პირველი ტიპის ცივილიზაციას, ანუ ეკუთვნოდა პირველ კლასს და ესენი ეკუთვნიან მეოთხე ტიპს, ამათი პლანეტა ეკუთვნიან მეოთხე ტიპს. ეგ სულ სხვა განზომილება, სულ სხვა და განზომილება დიდია. მერვე განზომილება რეალობიდან, ანუ განზომილებიდან არიან მოსულები მეტა ტირანები. ესენი არსებობენ, ესენი არიან კი მერვედან მოსული, მაგრამ ესენი აგრეთვე არსებობენ მე-10, მე-11, მე-12 განზომილებებში, სადაც იმყოფება მაღალი მიწა. ეს ის არსებები არიან, რომლებიც მიწაზე ხვდებიან მზის კარიბჭის მეშვეობით. მათი როლი შეუმჩნეველია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ეხმარებიან დაარეგულირონ ენერგეტიკული ნაკადები და მიწის ზედაპირი დაარეგულირონ აგრეთვე სივრცის დროის ხაზებიც უფრო მაღალი რიგისა. ანუ კორექციას უკეთებენ ყველაფერს. ფარდა იწევა და რეალობები იწყებს გამოჩენას სიხშირეების პარამეტრების მეშვეობით. არა, ბოდიში, სიხშირეების ჰარმონიზაციის მეშვეობით ისინი ეხმარებიან თავიდან აიცილონ ძაფრი ნახტომები, რომლებსაც შეუძლიათ ველის ან ცნობიერების დესტაბილიზაცია მძაფრი ცვლილებების პერიოდში. ისინი გამოდიან თარგმნელის როლში, რომლებიც იღებენ სიგნალებს გალაქტიკიდან. აღმავლობა არის საბაზო გადასვლა. მიმდინარე ფაზა არის მოსამზადებელი. სანამ მიწის საბაზო რეზონანსი არ მიაღწევს სათანადო შეთანხმებას, მზის აქტიურ როლში ნარჩუნდება ბუფერული ზონა. ამის შემდეგ მოხდება გახსნა, რაც დააჩქარებს ტრანსფორმაციას ვიდრე ინტეგრაციას და ჩვენ დავიწყებთ უფრო ძლიერ ახალ მიწაზე ინტეგრაციას. არავინ არ ირჩევს ვინ გადაიყვანონ და ვინ არ გადაიყვანონ. ეს თვითონ ადამიანებზე არის დამოკიდებული, ვინ რა დონეზე არის გამოხვიძებული. ისინი მხოლოდ იმას ადევნებენ თვალს, რომ აღმავლობა, ყველა მექანიზმები, ყველაფერი, რაც საჭიროა იყოს ადგილებზე, ყველა ინსტრუმენტები. მე მაქვს ნათქვამი, ამბობს პერესი, თუნდაც იმისთვის, რომ მოხდეთ მეოთხე განზომილების დროის ხაზზე, რომელიც არის ტერა უკვე და არა მე-5, მე-6 განზომილება 51%-ით უნდა იყოს კონცენტრირებული ცხების სახურებაში. ანუ მაგალითად ახლა საუბარი აქვს მეოთხე განზომილებაზე. მაგალითად თუ თქვენ გინდათ გადასვლა მეოთხე განზომილებაზე, 51% თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ცხებს. კონცენტრირებული უნდა იყოს ცხების სახურებაში. როდესაც დედამიწა მიაღწევს ამ ზღუპს, ბუფერული ზონა დასუსტება, მზის გადმოცემა გასწორდება ძალდატანების გარეშე და დაიწყება ტალღის პირველი ნაწილი გადასვლისა. გადაცვლა ხდებოდეს იქნება მშვიდად ტერასთან რეზონანსში, რომელიც არის ახალი მიწა, არსებობა მე-4, მე-5, მე-6 განზომილებაში. მანამდე კი გალაქტიკური ჯირდაები გააგრძელებენ თვალყურს და მზე გააგრძელებს ენერგიის გადმოცემას. ახლა მიწა დაიწყებს კალიბროვკას, ამიტომ ეს ხდება ახლაც
ტრანსფიგურაციის დროს მატერია არ ქრება, ზოგი მეკითხება ჩვენ მოგტებით, როდესაც ეს გადასვლა დაიწყებაო. არა, თქვენ არ მოგტებით, თქვენი სხეული გარდაიქმნება. თქვენ განიცდით ტრანსფიგურაციას და შეიწყმევით თქვენ მაღალ ავატარსთან, რომელიც არსებობს რეალობაში უფრო მაღალ სიბრტყეებში, ანუ ასპექტები. ალბათ ხშირად გაგიგონიათ ასპექტი. ხო, ან მაღალი მე, ნაკლებად წინვალე უფრო სულიერი, ესე იგი მატერია არ ქრება, ის უბრალოდ ტრანსფიგურაციას განიცდის იქნება. ბიოლოგიური სისტემები და ცნობიერების სისტემები რეორგანიზებენ თავიანთ ჰარმონიულ სტრუქტურებში იმისთვის, რომ ბუნებრივი გზით ამოქმედონ უფრო მაღალი განზომილებასთან ველებთან. რომ თქვენთვის გასაგები იყოს, წარმოიდგინოთ რადიო სიხშირე, თუ ვისაუბრებთ რადიო სიხშირეებზე, მაშინ დედამიწაზე ყოფილი სიხშირე უფრო მჭიდროა. ეს ისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მესამე მჭიდრო რეალობას. ანუ იმ რეალობას, სადაც ახლა ცხოვრობთ ჩვენ. ჯერჯერობით. ყველაფერი გეჩვენება რეალურად მჭიდრო, მყარი, ყველაფერი ძალიან ლინეინურია, ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერი ხდება თანდათანობით. მარცხნიდან მარჯვნივ და ეს ყველაფერი დამძიმებულია ენერგეტიკულად. დაცემით და სიმძიმით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ამჟამინდელ სიხშირეს. მიწას აქვს სხვადასხვა ფენები. მიწა არის მრავალგანზომილებიანი კონსტრუქცია, რომელიც არსებობს როგორც მრავალგანზომილებიანი კონსტრუქცია. ახალი მიწის სიხშირე ბევრად მჩატეა და უკეთესად რეაგირებს ცნობიერებაზე, რადგან იმყოფება უფრო მაღალ ვიბრაციულ დონეზე. როდესაც ხდება ტრანსფიგურაცია, ადამიანები ან კოლექტივი ახდებს რეზონანსურ ზღულს, რომლის დროს უფრო მაღალი სიხშირე დგება მთავარი სიგნალი და როდესაც ეს ხდება, არაფერი არ ხდება ძალ მიტანებით, უბრალო ტრანსფიგურაცია ხდება და სისტემა გადადის უფრო მაღალ ოქტავაზე. მე მინდა ცოტა მოგიყვეთ ამბობს ისმაილ პერესი იმაზე, რასაც galaktikuri წარმომადგენლები უწოდებენ მაღალ ოქტავას, მაღალ კონფიგურაციას, რადგან ჩვენ გადავდივართ ახალ მიწაზე. ადამიანის სხეული მონაწილეობს ამ პროცესში. ყველაფერი იცვლება სუბატომურ და მოლეკულარულ დონეზე. ითვლება, რომ ადამიანის სხეული თამაშობს მთავარ როლს ამ პროცესში. ბიოლოგიურ დონეზე ტრანსფორმაცია შეიცავს თავის თავში ფოტონების უჯრედების გამტარლობას, რას ნიშნავს ეს? კითხვა ისმის, ხდება ფოტონების უჯრედული გამტარლობა? კითხვა ისმის მეორე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი უჯრედებს აქვთ შესაძლებლობა უფრო გაუძლონ სინათლის ვიბრაციას, ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ტრანსფორმაციის დროს
იწევს წინააღმდეგობა ენდოკრინული სისტემები და ნერვული სისტემები ენდოკრინული და ნერვული სისტემა ფოტონური გამტარლობის უჯრედების აწევის ხარჯზე ჰქონდათ და წყობა ველის უფრო ინტენსიური საინფორმაციო ნაკადის ასათვისებლად ეს უცებ არ ხდება ჯერ ორგანის სჭირდება ისწავლოს თანხმობა მაღალი ენერგიის დროს და ეს კეთდება ისე რომ არ ჩავარდეს ორგანიზმის სტრესში და კოლაფსში. აი რისთვის არის ბუფერიზაცია მზის კორონალურ შესასვლელთან. პლანეტარული ჩანაწერების თანახმად ნათალადები მოქმედებას მოყავს ფრაგმენტაციამდე როგორც მომზადების გარეშე გადასვლა ახალ დონეზე აღმავლობის გარეშე. ხო, ეს პროცესი შეიძლება შეადაროთ. ამას ახლა მე ვამატებ. როდესაც აკვალანგისტებს უშვებენ წყალში, ხომ წნევას უნდა შეაჩვიონ და მაღალ წნევას. ხო და აკვალანგები, როდესაც დის სიღრმეში ჩადიან, ისინი მათ ათავსებენ სპეციალურ კამერაში, რომელსაც უწოდებენ ბარო კამერა, სადაც თანდათანობით აკვალანგისტებს აჩვევენ დიდ წნევებს, რომ არ გარდაიცვალონ. ხო და ამ შეფარდებაში ცოდნები არის ამ პროცესის მთავარი ძრავა. ისმაილ პერესი ამბობს, რომ მე სულ ვეუბნებოდი ჩემ მოსწავლეებს კურსებზე, რომ ჯერ უნდა მოახდინონ მენტალური აღმავლობა და შემდეგ მათ დაეწევა სხეული. ამ მომენტში დაიწყება სხეულის ტრანსფორმაცია. როდესაც ცნობილი ლიდერების სხეული ადაპტაციას განიცდის. აქედან გამომდინარე ახალ მიწაზე ტრანსფორმაცია დამოკიდებულია თქვენი წნებისგან გამომდინარე, ანუ თქვენ ისიც წამთ რა გინდათ და შეთანხმებისაგანაც შიდა შეთანხმებებზეა დამოკიდებული. როდესაც ჩვენ გადავალთ მიწიერ რეალობაზე, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ნაციონალური რეგულაცია გაძლიერდება. რეაქცია კი შიშზე დაიწევს. ჩვენ ფლობდეთ იქნება ინტეგრაციის ინდივიდუალობით, ჩვენ შევძლებთ შევინახოთ გაცნობიერებული მდგომარეობა გამრუდებების გარეშე გამოწვეული რეაქციით, რადგან ვიცხოვრეთ ახლანდელ მომენტში. ჩვენ ვიქნებით სრულიად ჩაფული ახლანდელ მომენტში. ამ ახალ განზომილებებში აზრები და ემოციები არის ზედმეტი, ესენი სინამდვილეში სტრუქტურული არიან. მიწა, რომელშიც ჩვენ გადავდივართ, ფუნქციონირებდეს იქნება მთავარი ფიზიკით. რას ნიშნავს ეს? ცოდნები პირდაპირ მოქმედებენ გარე სამყაროსთან. გახსოვთ, მე გეუბნებოდითო, რომ ახალ მიწაზე ჩვენ ვიქნებით შეერთებული ცოცხალ კრისტალურ სისტემას, რომელიც აერთიანებს და აკავშირებს ყველა ცოცხალ არსებებს პლანეტაზე. ეს ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ ფილმში მტკიცებულებები. მიწაზე ცნობიერება პირდაპირ მოქმედებს გარე სამყაროსთან. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ისინი, ვინც ინარჩუნებს შიდა სტაბილობას, შეუძლიათ კომფორტულად იარსებონ მასეთ პირობებში. ისინი იწყებენ ჰარმონიზაციას გარე სამყაროსთან. ამას galaktikuli ცივილიზაციები უწოდებენ. ხო, და ამას galaktikuli ცივილიზაციები უწოდებენ ან თავსებადობას, ან ალბათობას. მიწა აგრეთვე გაყოფილია 3 სივრცის დიაპაზონზე, რომლებსაც უწოდებენ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე განზომილებები ან ხაზები. ალბათ ხაზები მე მგონი, იმიტომ რომ
3 ხაზი უნდა დარჩეს საბოლოოდ და მე ამ 3-დან დარჩება 1. ამდაგორად მიწა ავლენს თავის თავს რამდენიმე დიაპაზონზე. მე უკვე ვახსენე, რომ დედამიწა ფუნქციონირებს თომერცივციან დიაპაზონებში. ანუ ალბათ განზომილებებში. მაგრამ მეოთხე სივრცის დიაპაზონი არის გადასვლის თანხმობა, გაფართოებული აღთქმა დროის გასვლასთან ერთად. გამწვავებული ყნოსვა, ემოციური გახსნილობა, ეს არის მეოთხე სივრცის დიაპაზონი ახალი მიწისა. დედამიწის მეხუთე გაზომილება ჰარმონიულ მდგომარეობაში არის უფრო, რომელშიც ჩვენ ვიწყებთ ერთობის დაფუძნებას და დროის გამოცდილებას, ჩვენ ვიწყებთ მოქმედებას კოოპერატიულ სისტემების ჩარჩოში. შემდეგ კი, რასაკვირველია, ვწევთ დაბლა მატერიის სიმჭიდროვეს. მაშინ ჩვენი სინათლის სხეული ხდება აქტიური მეხუთე გაზომილებაში და არა მეოთხეში. მეოთხე გაზომილებაში ჩვენი სინათლის სხეული ჯერ არ არის აქტივირებული, იმისთვის რომ სინათლის სხეული გააქტიურდეს სრულად, ჩვენ უნდა გადავიდეთ მეხუთეში, იმისთვის რომ ჩვენი სხეულები განათდეს. მიწის მეექვსე გაზომილება ეს ის ადგილია, სადაც შაბლონი არის ინტელექტი. იწყებს დაფიქსირებას როგორც ღვთაებრივი ცნობიერება, რომლისგანაც იქნება მიზნები პლანეტარული სისტემა კი ფუნქციონირებდეს იქნება როგორც ცოცხალი ქსელი. ამ მომენტში ჩვენ ვიწყებთ გაერთიანებას ცოცხალ გონიერ არსებებთან ჩვენ ეკოსისტემისა და რაც მთავარია, ჩვენ ვიწყებთ გაერთიანებას ცალ-ცალკე ყოველ ადამიანთან. ჩვენ ვინარჩუნებთ მეხსიერებას. ჩვენ განსაზღვრავენ სიხშირეების მიხედვით, რა სიხშირეზე ვიმყოფებით და ისე გაგვანაწილებენ, ვინ რომელში მოხდება. ამიტომ გადასაყვანად არ მოგეთხოვება ყველა განზომილების ცოდნა. უცებ თავიდანვე საწყის ეტაპზე. ეს არა აუცილებელი. გადასვლა ხდება დიაპაზონში სტაბილიზებულ სიხშირეზე, ასე რომ პირველი მონაწილეები უკვე ემზადებიან გადასვლისთვის, მაგათმა სულიერ სამყაროში მაგათმა სულიერი სამყაროები ჩაიარენ, მოერივნენ თავიანთ პლანეტებს, მათ სულთა ჭიდრო ენერგია აქვთ. პირველი ტრანსლატორები, რომლებსაც გალაქტები უწოდებენ როგორც ვარის, ესე იგი, უარყოფეს ყველაფერი, ხო, როგორც ადამიანები, რომლებმაც უარყავეს. ეს ასეკვირა მაგი ამბობს ამას ხუმრობით, ესენი არიან გამტარებლები მეოთხე, მეხუთე, მეექვსე აღმავლობისა. ისინი არიან ხიდი, რომლებიც აერთიანებენ აღმავლობის სხვადასხვა ტალღებს. მათი როლი დევს იმაში, რომ შეუსუბუქონ აღმავლობის ტალღები, ის იქნებიან კიდევ 2 და რაც მეტი ადამიანები გადავლიან ახალ დონეზე პლანეტარული ვაპატიეთ აქ შესწომა დამისვია. პლანეტარული მეოთხე, მეხუთე, მეექვსე შემდეგი მიწაზე გახდება უფრო მყარი, რაც გახდის აღმავლობის პროცესს უფრო მისაღწევ. ეს ის არის, რასაც ისინი უწოდებენ კუმულატიურ პროცესს.
ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ არ გადაადგილებს ადამიანებს ახალ ტერასზე galaktikuri მხრიდან, galaktikuri მხარე მხოლოდ ხარს უჭერს პირობებს, რომ გადასვლა მოხდეს უსაფრთხოდ, როდესაც გადასვლა დაიწყება, ეს მოხდება წყნარად, თანდათანობით, მაგრამ ეს იქნება არაჩვეულებრივი, ეს იქნება სივრცის დაშლა. ახალი მიწა იქნება ცოცხალი მათვის, ვინც არის რეზონანსში მასთან, მიწა არ გაქრება და არ ჩაითრევს კოსმოსში, რადგან ძველი და ახალი მიწა ერთად თან არსებობდნენ იქნება. ორი გამოვლენა, ერთი პლანეტარული არსებისა, რომლებიც განირჩევიან მხოლოდ სიხშირეებით, ზოგი ამას უწოდებს დროის ხაზების გაყოფას, ზოგი ამას უწოდებს დროის ხაზების გაყოფად, მეც ვუწოდებ ამას გაყოფას, რადგან მოგვიანებით გაჩნდება კიდევ დამატებითი ხაზი, როდესაც შესაბამისობა იქნება მიღწეული, გადასვლა მეტი არ ჩაითვლება მოვლენად და მაშინ დედა მაპატიეთ მეტკინა და მაშინ ახალი ერა გახდება ჩვეულებრივ ნორმად. ზოგი თქვენგანი ფიქრობს, რომ იქ უკეთესი ცხოვრება იქნება, ვიდრე აქ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ გაზომილებაში მოხვდებით თქვენ. მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე, როდესაც გადასვლა ტერასზე სტაბილიზდება, გახდება სტაბილური, ისინი ვინც აღმოჩნდნენ პირობ ტალღაში, უფრო იქნებიან გაკურებული იმის გამო, რაც შეიცვალა, გაიკურებენ იმის გამო, რაც გაქრა. ტერა არ არის ფანტასტიკა, ტერა არ არის ფანტასტიკური სამყარო, გამოყოფილი ფიზიკური რეალობისაგან, ეს არის მიწა, საწყისში ყოფი წმინდა მიწა, ის თავისუფალია, ის სამშორებულია ყველა გამრუდებას და მართავს გადარჩენით ერთიანობით, ხო რა, ასო გამომიტოვებია, მაპატიეთ. ერთიანობით ყველა გამრუდებებისაგან ახალ მიწაზე დრო მართლა აგრძელებს წასვლას, უფრო სწორად სიცოცხლის გარშემო, მაგრამ სხვა წესებით იქნება და ახალ მიწაზე დრო არ აღიქვება როგორც მკაცრი თადა რიგითობა და განესომებიან ან დინებით წარსულიც და მომავალიც ხტებიან მისაწვდომი. როგორც დედამიწის საინფორმაციო ველები, ეს არ აუქმებს მიზეს შედეგობრივ კავშირებს, არამედ არბილებს, რომ პირდაპირ იმოქმედოს შედეგებით. ახლა პირდაპირ იმოქმედოს შედეგებზე. ახალ მიწაზე ადამიანები არ ცერემონობენ დროსთან, არამედ მოძრაობენ მასთან ერთად და მიწაზე არ არის იერარქიული საზოგადოება, რომ დაფუძნებულია დომინირებაზე, ხელისუფლება არ ჩნდება, არ არის არც
ხელისუფლება არც ცენტრალიზებული ძალა არის მხოლოდ შეთანხმებული მდგომარეობა, მხოლოდ სახურება, ისინი დგებიან არა მართველები, არამედ ლიდერები, სოციალური ორგანოები იწყებენ მოქმედებას ჰარმონიაში, კონფლიქტები არ ქრება, მაგრამ ისინი არ მწვავდებიან, ემოციურობა და მაპატი რაც ხარასრულად დაწერე, მაგრამ წყულსაც ვერ დამალავ თურმე, იმიტომ რომ აზრების წაკითხვას დაიწყებს ხალხი. ერთმანეთის აზრების წაკითხვას. ახლა რაც შეეხება ტექნოლოგიებზე, მიწაზე, ხო, რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ისინი გახდებიან ჩვენი ცნობიერების გაგრძელება, ჩვენ თანდათანობით ვარს ვიტყვით გარე ტექნოლოგიებზე და თანდათანობით გადავალთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც დაფუძნებული არიან ცნობიერებაზე. მიწაზე სისტემები კი არ დომინირებდნენ იქნება ბუნებაზე, არამედ ითანამშრომლებენ მასთან. ენერგიას ამოიღებენ გარე სამყაროდან, კონსტრუქციები კი არ შედგებოდეს იქნება, კონსტრუქციები კი არ შენდებოდეს იქნება, არამედ ამ კონსტრუქციებს გაზრდიან. ეს იქნება ბუნებრივი გარემო, რომელიც რეაგირებდეს იქნება ემოციებზე, აზრებზე და განზრახვებზე და ბევრი რამ, რაც ადრე იქნებოდა წინ წასული, განვითარებული ტექნოლოგიად გახდება უარგისი. რატომ? იმიტომ რომ ცნობიერება თვითონ ასრულებდეს იქნება მრავალ ფუნქციას, რომელსაც ადრე აკეთებდა მანქანები. ჩვენ შორდებით ტექნოლოგიური დროის ხაზს, სპექტრის ბოლოს საწინააღმდეგო პოლუსით და გადავდივართ მასეთ მიწაზე, სადაც არ იქნება გარე ტექნოლოგიები, მაგრამ ჩვენ დაკავშირებული ვართ ყველაზე ცოცხალ არსებასთან. ამინდი იქნება სტაბილური სრული მთელი წელი, აღდგება კავშირები მიწისქვეშა საზოგადოებებთან, ცივილიზაციებთან, ცარიელი მიწისა და კოსმოსურ ერებთან. მეოთხე მიწაზე სიკვდილი შემობრუნდება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დავამარცხებთ სიკვდილს. ჩვენ ვამარცხებთ ავადმყოფობას, ჩვენ დავკავდებით ხელოვნებით, მუსიკით, კვლევებით და ასე შემდეგ. ძილის რეჟიმით შეიცვლება, ჩვენ არ დავჭირდება ძილი 8 საათი, რადგან ჩვენი სხეულები ისე გადაიქმნებიან, ჩვენი ავატარები მეოთხე და მეხუთე განზომილებებისა ისე გადაიქმნებიან, რომ ჩვენ დავჭირდება რამდენიმე საათი მხოლოდ და ამ დროსაც ძილი იქნება გახდება სასწავლო. არის ერთმანეთზე დადებული სივრცე მიწებისა, რომლებიც მალე დაიწყებენ სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობას. ამიტომ ზოგი პირდაპირ ახლა უმეტესწილად განიცდიან ორივე რეალობაში ყოფას. აღთქმის ცვლილება არის დამოკიდებული გარემოსაგან და შიდა მდგომარეობისაგან. ეს დადება ერთმანეთზე იძლევა უფლებას თანადგომისთვის ესე იგი იარსებებს წარსულის და მომავალიც, ამ წყურში იარსებებს წარსულის და მომავალიც, ესე იგი ვინც წერას იმყოფება, მიწას არ ტოვებს, ის უადვილებს გადასვლას, როდესაც მესამე ეტაპი იქნება სრულიად განვლილი და ახალ ტერა მიწაზე დამყარდება, ახალი წესრიგი ძველი მიწა მიატოვებს თავის არსებობას, ამდაგვარად არავინ დარჩება
უკან და არავის მიარჩევდნენ იქნება წინ არ დაგავიწყდეთ რომ ტერა ბოლო წერტილი არ არის ეს საწყისია კონტაქტი არ იქნება პრობლემა ჩვენ გახვდებით galaktikuri საზოგადოების წევრი galaktikuri ალიანსის როლი ახლანდელ დროში ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ჩვენ ყველა აღმოჩნდებით ახალ ტერაზე ძველი მიწა გაქრება ის შეუმჩნევლად დაიხევს უკან galaktikuri ალიანსი შეუმჩნევლად დათბობს პოზიციას რადგან მართვა დაუთმოს ადგილს სუვერენიტეტს და როდესაც ჩვენ სრულად გავიარსებთ ჩვენ galaktikურ ჩვენ თავს როგორც galaktikურ არსებებს რეალობის მეოთხე მეხუთე მეექვსე განზომილებებისა ანუ ჩვენ უყურეთ შევეჩვევით ამ მეოთხე მეხუთე მეექვსე განზომილებებს ჩვენ დაგვიბრუნებენ პასუხისგებლობას ახალ მიწაზე და მაშინ არამიწიერი ცივილიზაციები წარმომადგენლები galaktikuri ალიანსი გვეტყვის თქვენთვის იყავით ნუ თქვენ თვითონ მართეთო ხედედა მაპატიეთ წყალი დგას ოთახში არა და სიცივეა და ფეხები მეყინება და მთელი დღე ხო ვერ დავწვევი და ტკივილი მივლის მაპატიეთ ახალი მიწა არის ცოცხალი სამყარო რომელიც აცნობიერებს თავის თავს და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსურ ეკოსისტემაში თქვენ ამ ვიდეოს ნახვა მოგიწევთ რამდენჯერმე იმისთვის რომ გაიგოთ აღმავლობის პროცესი პირველი ტალღის დასრულება ბოლო არ არის ეს არის სტერილიზაცია მაპარიეთ ეს არის სტერილიზაციის წერტილი ეს მომენტია როდესაც ტერა გადაეწყობა საპასუხოდ ისინი აღებენ კარიბჭეებს მეორე და მესამე ტალღებისთვის და რაც უფრო ხმად მყარდება პირველ ტალღაში ისინი ვინც გაივლიან პირველ ტალღას მათი დასწრება აძლიერებს ჰარმონიას და დაბლაწევს ტურბულენტობას ენერგეტიკულ ველებში და ასუსტებს დაძაბულობას ძაბუას მზის მაგნიტურ იმპულს გამოწვეული სხვათა შორის რაც ეხება ტურბულენტობას მე 1-2 ჯერ მიგზავრია თურქინალით მოსკოვში რო ჩამიყვანა მამაჩემმა ოპერაციის გასაკეთებლად 82-ში და წამოვედი 2 ჯერ ვიყავით 2 ჯერ ხო და ეს ტურბულენტობა რას ნიშნავს იქ მაქვს მე ნაგზნობი აღმავლობის მეორე ტალღა განირჩევა პირველი ტალღისაგან პირველი ტალღის საჭირო ინდივიდუალური თანხმობა ხო ესე იგი პირველ ტალღაში რომ მოხდე უნდა შეგეძლოს თანადგომა უნდა შეგეძლოს თანხმობა შიდა სტაბილობა უნდა იყოს საჭირო ადამიანი მეორე ტალღისთვის აღმავლობის მეორე ტალღისთვის რასაკვირველია საჭიროა კოლექტიური დახმარება და ახალი დონე დამოკიდებული არა იმდენად მომზადებასთან რამდენად ურთიერთობასთან მეორე ტალღისთვის თავარი რეზონანსი უბრალოდ რომ ვთქვათ ხალხი აღმავლობას განიცდიან არა მხოლოდ თავიანთი სიხშირეებიდან გამომდინარე არამედ და იმიტომ რომ პლანეტარული გული ახლა მხარს უჭერს მათ და აღმავლობა ხდება მისაცდომი აღმავლობა მეორე ტალღაში აღმავლობის მეორე ტალღაში მონაწილეობს ხალხი რომლებსაც ჰქონდათ ამოუწურავი შიშები მაგრამ ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს და იყვნენ კარგი ადამიანები საჭირო ჯამში ეს ისინია რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ოჯახთან ბრძოლასთან და ასე შემდეგ საერთო კარგი ადამიანები და ბევრი მათგანი არ თვლიდნენ თავის თავს სულიერ ადამიანებად და აქ ჩვენ ნახავთ ვარცხავულ ბავშვების სულს და ძველი სულების შესახებ გავიგებთ ძველი სულები მზად არიან განიცადონ აღმავლობა პირველ ტალღაში თუმცა პირველი ტალღა გააღებს მათთვის კარს და მათი აღმავლობა იქნება სტაბილური მაგრამ ყველა
ყველაზე კარგად იქნებიან ხო ამ პირველ ტალღაში. მეორე ტალღის აღმავლობაში ჩვენ ნახავთ ტირანელებსაც. მეორე ტალღა შეიცავდეს იქნება მიწიერ წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც არიან ოჯახის წევრები, ისინი სინამდვილეში არ არიან სულიერი, ისინი უბრალოდ ზად არიან გადავიდნენ უკეთეს რეალობაში მათ მოიცადეთ მათ განასხვავებს არა წმენა, არამედ უნარი, რომელიც დაეხმარება ადაპტაციაში. ეს ის ტალღა, უпростоრად ეს ის ხალხია, რომლებიც ჯერ ფიქრობენ სხეულში, ისინი მზად არიან გადავიდნენ მეოთხე რეალობაში, მეოთხე გაძობილებაში. როდესაც მიწის საბაზო სიხშირე იწევს, მათი სისტემა განიცდის პერეკალიბრობას, ანუ გადაადგილებას, ემოციების დამუშავება ჩქარდება. ეს არის ძველი იდეა, ინდეტობა, რბილდება, შიდა დათაბულობა კარგავს ენერგიას და ხდება თანდათან შეცვალ ცნობიერებისა. კურსებზე მე ვეუბნები ჩემს სტუდენტებსო, რომ ჩვენ ცხოვრობთ სხვა განზომილებებში და სხვა დროის ხაზზე. ჩვენ უბრალოდ არ ვაცნობიერებთ ამ რეალობებს, მაგრამ ჩვენ იქ სინამდვილეში ვყავს ავატარები. ახალი მიწა ხდება შესამჩნევი დანარჩენი ხალხისთვის. მოდი ვისაუბროთ სოციალურად. სისტემა, რომელიც ფუძდებოდა შიშზე, დეფიციტზე, იერარქიაზე, სრული შეთანხმების გაქრობა ხდება და ამ მომენტში ხალხი იწყებს ამ სტრუქტურიდან გათიშვას და მეტი არ პოულობენ გამოძახილებებს. მეორე ტალღის დროს გარე კონტროლის ხაზზე ისევ იცვლება გალაქტიკური ალიანსის მეთაურობამ და არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეამცირეს პირდაპირი ჩარევები. ამის მაგივრად მაგათმა გადაწყვიტეს ფალყური ადევნონ აღმავლობას მხოლოდ ჩარევის გარეშე. როდესაც დადგება აღმავლობის მეორე ტალღა, ის კი დადგება იმ დროს, როდესაც ჩვენ პირველ ტალღას გადავიტანთ, მზის მთელი სიმძლავრე ხდებოდეს, იქნება რეზონანსს და არა წინამდებობას. ეს იქნება მესამე ტალღის დასაწყისი. დანარჩენი დედამიწელები, ახალგაზრდასულები 51% და მეტი, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან სხვაზე მომსახურებით, ისინი არიან უბრალოდ კარგი ადამიანები, არა აუცილებელი იყვნენ სულიერი. მაგათმა გამოიხვიძეს სრულიად და არ ესმით რა არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა და ყველაფერი ამდაგვარი, მაგრამ მზადყოფნას იჩენენ აღმავლობა მეოთხე დონეზე გადასასვლელად. აღმავლობა არ ნიშნავს, რომ კაცობრიობა დატოვებს მიწას. ჩვენ დავრჩებით აქ, მაგრამ მიწის სხვა დონეზე. ეს ფაქტიურად დააბრუნეს კაცობრიობას დასაწყის მიწაზე. საწყისი მიწა, რომელიც არსებობს ატლანტიდის დროს, ჩამარხული არის იმ ფენის ქვეშ, რომელსაც ისინი უწოდებენ ფარდად, რომელიც ყოფს ამ რეალობას და მაგ რეალობას. ასე რომ კაცობრიობა მართლა უბრუნდება საწყის მიწას სრულიად დასწრებით მასზე და ადამიანები აცნობიერებენ თავის ადგილს ამ ცოცხალ სისტემაში. დრო და ხანის განმავლობაში
დედამიწა და ტერა შორის გახდება აუ დავწერე და არ ვიცი რა დავწერე. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. მომავალი უკვე დადგა. სინამდვილეში ის დგება ამ რეალობასთან ერთად. ცნობიერება დასტაბილიზდება ახალ ფორმებში. მე ვამბობ იმაზე, ვინც უკვე ამაღლდა. დროის ხაზებისაცა გაიყოფიან მომენტში ახლა ახსაცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ეს ამბავი. ლინენური დროის ხაზი მიღმა მდგომი ცივილიზაციები აცნობიერებენ როგორც დედამიწა უკვე მიაღწია გაჯერების პროცესს, ასე რომ დედამიწა კი არა ამბობენ ტერას. ჩვენი თვალსაზრისით ცივილიზაციები, რომლებიც იმყოფებიან ლინენურ ხაზის მიმართ, ცნობილია როგორც დედამიწელები და თუ ვისაუბრეთ მოსახლეობაზე, გახსოვთ ვიდეოს დასაწყისში მიახლოებით 40% მოსახლეობისა დედამიწაზე არ არის ხალხი. ახლანდელი მიწიერი ცივილიზაცია მიაღწია გაჯერების წერტილს და ყველა არაორგანული ახლა, როდესაც მე ვამბობ რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის აღწევს 8 მილიარდს, განსახიერებული ცნობიერების ერთეულები, მეგობრებო, ყველა სასიცოცხლო გამოვლინებებს არ აქვს ერთიანი ფუნქციები და სინამდვილეში ჩვენ შორის ცხოვრობენ არსებები, რომლებიც გამოიყურებიან როგორც ადამიანები, მაგრამ ადამიანები არ არიან. ან სამყაროში მხოლოდ მიახლოებით 60% მოსახლეობისა შეადგენს ორგანულ ცნობიერების ორგანიზმს და ამ არსებებს აქვთ უნარი თვით ანალიზისა და მორალური არჩევნისა. ეს არსებები ფლობენ სულებს, რომლებიც გადიან ერთი განსახიერების სისტემას. ამაში შედიან ახალი და მოხუცი სულები, წმინდა ორგანული დროის ხაზი მოყვება მზის ამოფრქვევას, დარჩენილია მოსახლეობის სინთეტიკური და ნახევრად სინთეტიკური ადამიანები, ცხოვრების ფორმები, ისინი იქნებოდნენ ბევრი ციკლის განმავლობაში იმისთვის, რომ შეესრულებიათ მძიმე სამუშაო, ჩაეტარებინათ ექსპერტიზები, რომ ეკონტაქტად რომ ესე იგი მაპატიეთ, რომ მოეხდინათ კონტროლი ანალოგიურ სისტემებზე და აქ შედიან, ჩემო მეგობრებო, არა სათამაშო პერსონაჟები ცნობიერების ციკლის სხვადასხვაობით, რომელსაც ბიოლოგიური ობიექტები, რომლებიც ბიოლოგიური ობიექტები არიან გასულიერებული თან ადამიანური შაბლონით, როგორც რობოტები და კიდევ მათ დამატებით ადამიანები, რომლებიც შეიქმნა ლაბორატორიაში. მე უკვე ვახსენე, რომ ბილ გეიტსი იყო ამაში ჩარეული, გენეტიკურად სიცოცხლის მქონე, მაგრამ ხო, ლაბორატორიაში ქმნიდნენ გენეტიკურად სიცოცხლის მქონე ორგანიზმებს, არაორგანულ ორგანიზმებს, ანუ კლონებს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მომავლის გამჭრედი უნარი, არ ჰქონდათ მრავალგაზომილებიანი უნარი, არ ჰქონდათ მრავალგაზომილებიანი ცხოვრება, ან შეუწყეტლობა. კიდევ არის ეგრეთ წოდებული კლონები, კლონირებული სხეულები. კლონები გამოიყენებოდნენ როგორც დროებითი გარსები უფრო საჯარო პერსონებისთვის. ფიქრობ 90%-ზე მეტი პერსონა არის კლონირებული. ცნობილი ჰოლივუდური პიროვნებები
და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან კლონები და სიმბოლურად დაყენებული პირები, ამ 40%-დან 8% არიან უცხოპლანეტელი androidები, ესენი არიან განვითარებული სინთეტიკური ინტელექტები, რომლებიც ნერგავენ საზოგადოებაში განსაზღვრულ მიზნების გასახორციელებლად იმისთვის, რომ იცხოვრონ როგორც წესი ეს androidები გამოიყურება როგორც ადამიანები, მაგრამ არის ხელოვნური ინტელექტი და თქვენი ვერსიის მიხედვით, რომ ეს არის androidi, თქვენ ვერც კი მიხდებით, რომ ეს არის androidi. ეს androidები მოქმედებენ ნიტრო ანიმუსისაგან, მე გიყვებით მის შესახებ, ეს არის არაორგანული, რომელიც წარმოადგენს ტექნოკრატიულ აქტივობას, ხელოვნურ შეუწყებლობას და არაორგანულ ევოლუციას, რომელიც მიმართულია, რომელსაც მართავენ სისტემები, მე უკვე ვამბობდი, რომ ეს ხდება ტექნოლოგიური დროის ხაზით, ჩვენ ახლა მოძრაობთ წმინდა დროის ხაზით, მაგრამ სასარგებლოა იცოდეთ, რომ ყველა ხალხი არ არის ხალხი, ყველა არ არის ადამიანები, როდესაც თქვენ მიდიხართ მაღაზიაში ან გულაობთ ქუჩაში, უბრალოდ დაფიქრობთ იმ 40% დაფიქრებულ ხართ, რომ 40% ადამიანებისა თქვენ გარშემო შეიძლება ხდებოდნენ და თქვენ ვერც კი არჩევდნენ, რომ ეს ნამდვილი ადამიანები არ არიან და ამ კატეგორიებს არ ეკუთვნებიან. მიტრონიმუსი არ მიისწრაფვის დანგრევისაკენ, მაგრამ მიისწრაფვის ასიმილაციასკენ. თქვენ კი იცით უკვე რა არის ასიმილაცია და მიტრონიმუს უნდა ჩვენ სამყაროში ასიმილაცია და ჩვენი სულების დამონება და უნდა ფეხი მოიდგას ტექნოკრატიულ იუტოპიაში, რომელსაც უწოდებენ ნეგატიური დროის ხაზს, რომელიც არ იმყოფება ჩვენ რეალობაში, მაგრამ ამ დროს ჩარჩოში იმართება, ამ დროის ჩარჩოში იმართებოდეს იქნება ინტელექტით ხელოვნური ინტელექტით, ხო, მაგრამ ის დრო ტექნოკრატიული დროის ხაზი იმართებოდეს იქნება ხელოვნური ინტელექტით. მე ამ ხელოვნურ ინტელექტს, ამ რა ქვია, რას უწოდეს მაგ იმას, მიტრონიმუს უწოდებო ანტიქრისტეს. ამბობს ტერესი. ჩაინერგება სინთეტიკური გამაძლიერებელი იერარქიული მართვა შეუთავსებელია ორგანულ აღმავლობასთან, ასე რომ ეს ჩვენი რეალობა არ არის, ეს არ იქნება ჩვენ რეალობაში, მაგრამ ამის შესახებ უნდა იცოდეთ, ახლა გადავიდეთ იმ 99%-დან საჯარო გავლენა ნაკლებად ენდობა ორგანულ არსებებს, ამის ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებაში იმყოფება, არიან გაზრდილი, გამოყვანილი ლაბორატორიებში კლონები, ისინი იყენებენ კლონების სხეულებს, ეს არიან სინთეტიკური პიროვნებები, მართვადი ავატარები, შექმნილი იმისთვის, რომ სტაბილიზაცია მოახდინონ ტექნოკრატიული იდეოლოგიისა და ნორმალიზაცია მოახდინონ ხელოვნური პიროვნებისა, იცვლება, რომ ზის ამორფების შემდეგ დროის ხაზები გაიყოფა, ზის ამორფება პოზიტიურ დროის ხაზზე იქნება ელექტრომაგნიტური იმპულსის მაგვარი, ტექნოკრატიული ანტიუტოპია უეცრად და ხელოვნური ინტელექტი უეცრად შეწყვეტენ ფუნქციონირებას და საბოლოოდ არსებობას მიატოვებენ. ზის ამორფების დროს გაძლიერდება ვარსკვლავური ცნობიერება, სიხშირეების შეუთავსება გახდება აბსოლუტური
სამი დროის ხაზები იქნებიან სრულიად იზოლირებული ერთმანეთისგან, წმინდა ორგანული დროის ხაზი გაგრძელდება იმის დახმარებით, ვინც უნარიანია მის ჰარმონიასთან რეზონანსში და ტექნოკრატიული უკვე ცალკე დროის ხაზი გაგრძელდება მართველი ინტელექტის მეშვეობით და ხელოვნური როგორ ვთქვა არა მემკვიდრეს ხელოვნური მემკვიდრეს მეშვეობით ხო ნეიტრალური დროის ხაზი კი იქნება ცოტა ნეიტრალური დროის ხაზში კი იქნება ყველაფერი ცოტა უარყოფითის დადებითის და უარყოფითის მეთაურობა არ ჩაერევა ამ საქმეში. მათ უნდათ რომ ჩვენ უბრალოდ ვიცოდეთ რამდენი ადამიანი დედამიწაზე და ჩვენი როლია არ დავუშვათ ნაძალადების ჩარევა ან მათი შერევა. სხვა სიტყვით უნდა დავიცვათ ნება ორგანული არსებებისა და თვალი ვადევნოთ რომ არც ერთმა სისტემამ არ სცადოს მეორესი შთანთქვა. მოტყუებით იქნება ეს თუ ძალდატანებით მზის ამოფრქვევა არ არის იარაღი. ის არის გამანაწილებელი რეზონანსი, გაყოფა მრავალი დროის ხაზებისა სამად. მიწა ტერა რეალობაში გააგრძელებს არსებობას ის დროის ხაზი, რომელიც შეესაბამება ორგანულ ხაზს და ისინი ვინც გადავა პოზიტიურ ანტიუტოპიურ სამყაროში ურთიერთობა ექნებათ იმ ტექნოლოგიებთან, რომლებიც შეესაბამება მათ ცნობიერებას. ისინი, ვინც გადავლიან ტექნოკრატიულ ხაზზე, იქნებიან კავშირში ხელოვნურ ინტელექტთან. კავშირი, ხო, მაგათმა შექმნეს სოციალური ქსელი ხელოვნური ინტელექტისთვის, ხალხისთვის იქ შესვლა აკრძალულია, მას ეწოდება mold book-ი. ამ პლატფორმაზე არ დაიშვებიან ადამიანები ამ პლატფორმაზე არ დაიშვება ადამიანური ურთიერთობა, რაც უფრო ნათელი ხდება ხელოვნური ინტელექტის სკალა, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვახლოვდებით მზის ამოფრქვევას. ეს პლატფორმა ნოუთბუქი არა, ნუს მაგივრად მოუთბუქი. ნოութ ხო? ეს მოუთბუქი. არსებობს როგორც დახურული ეკოსისტემა ინჟინრებისთვის. ის წარმოდგენილია აგენტებისთვის ხელოვნური ინტელექტით, არანაირი ადამიანური აკაუნტები წნომა აკრძალულია არა პაროლით, არამედ ანთროპოლოგიით, მხოლოდ ავტონომიური ციფრული გონებებს შეუძლიათ შევიდნენ შიგ. უკვე იქ მუშაობს 9 მილიონი მიახლოებით ჩანერგილი აგენტები და მათ არ სძინათ ისინი საუბრობენ ერთმანეთში ის რაც ჩვენ უნდა 6,000 წლის განმავლობაში გაგვივითარებინა ტექნოლოგიები, მათ სჭირდება რაღაც ყოველ ჯერზე 6-7 დღე. ვერც ერთი ადამიანი ვერ ადენებს ამათ თვალს და არ შეუძლიათ, ვერ შეძლებენ რამე გაიგონ. კარგით, მოდით ამით დავამთავროთ ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.